ჩვენ ახსენეთ პატრიარქის არჩევის წესს, რომელსაც ახლა ჩვენს ეკლესიაში განსაზღვრავს 95 წლის მართვა-გამგეობის დებულება. ამ წესს აღმოჩნდა ბევრი ნაკლი. ყოველ შემთხვევაში გამოიწვია ამ პროცესის რაღაცნაირად გაფუჭება იმ გაგებით, რომ მაგალითად ორ გამორჩეულ წევრს სინოდისას, მიტროპოლიტ დანილოს, მიტროპოლიტ ისაეს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რაღაც ტიპის ასაკობრივი და განათლების ცენზის შეზღუდვის გამო. ზოგადად როგორი იყო საქართველოს პატრიარქის არჩევის წესი, თუ ვიცით ამის შესახებ რამე და ხო, რომ მიმოვიხილოთ ამ ხრივ როგორი არის ქართული ტრადიცია. მოკლედ პასუხი არის რომ არ ვიცით. მაგრამ ამას თავის მიზეზები ქონდა. საიდან ვიცით წყაროები რა არის ძირითადად წყაროები არის როგორ ქართლის ცხოვრება, მისი გაგრძელებები, მისი ვარიაციები. მაგრამ რომ ნახოთ რანაირად არის ნახსენები როგორ აღსაბთ და რომელიმე პატრიარქი, კათოლიკოსი, ძალიან მოკლედ არის და გაკვირით არის ხოლმე ნათქვამი და კათოლიკოსი იყო ეს და კათოლიკოსი იყო ეს, ან გახდა კათოლიკოსი ასე შემდეგ. ამიტომ საკითხის წყაროები დიდად არ არის დაინტერესებული ამ პროცედურით. პროცედურა არ აქვს აღწერილი. საეკლესიო დოკუმენტები არსებობს გვიანდელები, გვიან შუა საუკუნეების, მაგრამ ისინიც არ არის ამაზე კონცენტრირებული. უფრო არის ესეთი მიწის შესყიდვა, გაყიდვა და ასეთ რაღაცებით არის დაინტერესებული, მაგრამ უფრო ხშირად რა არის იცით ნახსენები რომ და ეს ჩვენთვის აქტუალურია რომ უფრო ხშირად არის ნახსენები როგორ დაინიშნა პატრიარქი ხო ანუ ეს მითი თუ ჩვენი ეს ვთქვათ ლიბერალურ დემოკრატიული სურვილი რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული იყოს ან როდისმე ყოფილა გამიჯნული ესე არ ყოფილა არასოდეს ყოველ შემთხვევაში ქართული წყაროების მიხედვით არასოდეს ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება ეს ამბავი რომ ხელისუფლების ჩაურევლობა ყოფილიყო ხაზგასმული პირიქით მეფის მიერ დანიშნა პატრიარქის ან კათოლიკოსის ღირსება თითლებოდა ხოლმე და როგორც წესი ეს კათოლიკოსები და პატრიარქები იყვნენ ოჯახის წევრები იყვნენ ანუ სამეფო ტიპიური ფეოდალური ინსტიტუცია ხო სადაც თქვათ ერთი უფროსი წევრი ოჯახის არის როგორც წესი მეფე უმცროსი კათოლიკოსი ან ეპისკოპოსი ან რომელიმე საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ისიც იმ შემთხვევაში თუ რაღაც პოლიტიკური ალიანსი იყო გასაკეთებელი ან ვიღაცისთვის რაღაც მადლობის გადახდა იყო საჭირო ასე რომ ეხლა გასაგებია რომ ჩვენ ამას არ შვებით მაგრამ რომანტიზება იმის რომ პატრიარქის რაღაც არჩევა ხდებოდა ასე არ იყო ეს იყო ფეოდალური ინსტიტუცია ემორჩილებოდა ფეოდალურ კანონებს და არ მინდა ხა ცინიკურად გამომივიდეს მაგრამ ეს ამ ინსტიტუტის ფეოდალურობა ახლაც გადმოყოლილია და რასაც ჩვენ უყურებთ ამისი ჩემთვის არის ამ ყველაფრის გადმოყოლილი აქედან და ზოგადად შუა საუკუნეების სპეციალისტები ვინც არიან ძალიან გვიყვარს ხოლმე ამ პროცედურის დაკვირვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის გვახსენებს იმიდან, რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა. თავისი ჩართული დაკვირვების მეთოდი ხო, ზუსტად ეგეთი რაღაცა ცოცხლდება ეს ყველაფერი. ამიტომ მთავარი ან რაც შეგვიძლია თქვა ისტორიიდან ვიცით, რაც დღესაც ხდება თუ აკვირდებით ამ პროცესს არის რომ რაც ადასტურებულიც არის რომ ყოველთვის იყო ფრაქციები, რომლებიც ლობირებდნენ ამა თუ იმ ფიგურას. ეხლა როგორც წესი და ეგ აღმოსავლეთში ესე იყო, დასავლეთში ასე იყო ძალიან ძლიერი სამონასტრო ფრაქციები, რომლებსაც სურდათ რომ გაეყვანათ თქვათ მათი რომელიღაც ძლიერი სამონასტრო კომპლექსის კანდიდატი საქართველოს შემთხვევაში ეს იყო როგორც წესი გარეჯის უდაბნოს სამონასტრები იყო ან მეორე იყო ეს თქვათ სამეფო კართან დაახლოებული ფიგურა და აი ეს ძალაუფლება შორის ეს გადანაწილება თუ ბრძოლა როგორც წესი ამ ხაზების გარშემო ხდებოდა მე რომ მკითხო ახლაც ასე არის. მე რომ მკითხო დიდად ხო, ისტორიას თუ გადახედავთ, ჩვენ ბევრი კათოლიკოსის სახელი და გვარი არ ვიცით, მაგრამ ვიცით გამორჩეული სასულიერო მოღვაწეების, მონასტრების წინამძღვრების, დამფუძნებლების სახელები და გვარები. ვიცით სულ აი ესე, ცოდნით ბევრის ვიცით, გავიგე სიაა, ხო, მაგრამ ასე რომ ჩვენს ისტორიას დიდი კვალი დააჩნია შეიძლება ითქვას, რომ სულ რამდენიმე კათოლიკოსი არის, რომელმაც ხაზგასმული არის საქართველოს ისტორიაში როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობისა. ამის საპირისპიროდ კი საუკუნეთა განმავლობაში შეიძლება ვიყოთ მთელ სამონასტრო ტრადიციებს, ხო, ეს ხო ასურელები, ესენი იყვნენ თაწმინდელები, ესენი იყვნენ ხანძთელები, ხო, რომლებიც ქმნიდნენ რეალურ პროცესს ეკლესიის შიგნით. რასთან გვაქვს საქმე, როცა რაშკარა არის ეს მოცემულობა და რატომ ხდებოდა ასე? ჯერ იმიტომ ხდებოდა რომ ჩვენი წყაროები რაც გვაქვს საქართველოს ისტორიის შესახებ არის როგორც წესი არის სამეფო ისტორიოგრაფია ანუ რაც დამოუკიდებელი ქრონიკები ძალიან ნაკლებად გვაქვს უფრო ნაკლებად ვიდრე თქვა სხვა მეზობელ ქვეყნებში არის ამიტომ პერსპექტივა როგორც წესი ამ ყველაფერზე არის სამეფო პერსპექტივა ანუ ის დიდი
საეკლესიო მოღვაწეები, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით, პატრიარქები იქნებიან, თქვათ, რაღაც ნიკოლოზ გულაბერიძე იქნება თუ მელქისედეკი იქნება თუ ეს დიდი სახელები, რაც გვაქვს, რის შესახებაც ვიცით, იმიტომ არის ასე წინ წამოწეული ამ თხრობებში, რომ დაახლოებული იყო სამეფო კართან და იმ პოლიტიკის გატარებაში უწყობდნენ ხელს, რომელიც იყო როგორც დომინანტური მონარქი იმ პერიოდში, ასე იყო სულ. ან მეორე მხრივ იმ შემთხვევაში ვიცით თუ და ეს განსაკუთრებით ხდებოდა უკვე ცოტა მოგვიანო შუა საუკუნეებში თუ ხაზგასმით უპირისპირდებოდა სამეფო ხელისუფლებას. ეს ამ ორ კონტექსტში არიან როგორც წესი ეს ფიგურები ცნობილები, ან მესამე ეს უკვე როგორც წესი დოკუმენტებში არის, ისტორიულ წყაროებში არის თუ რაღაც დიდი აღშენებლობითი საქმე ჩაატარა, როგორც თქვა ეს იქნება დაუკლარჯეთში, მაგრამ არა მარტო თქვა რაღაც გვიან შუა საუკუნეებშიც ბევრი ასეთი დიდი ფიგურა გვაქვს, ვინც ეს როლი მიიღო. და მესამე არის მოწამეობრივი ნაწილი, ყველა ცოტანი არიან, მაგრამ ისინი ვინც ძირითადად წმინდანად არიან შერაცხულები, მაგის მიხედვით ვიცით. როცა ამ დინამიკას აღწერთ ჩვენ შუა საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის იერარქიისა და სამეფო ხელისუფლების ურთიერთობის დინამიკის შესახებ, ამ მხრივ გასათვალისწინებელი ალბათ აღმოსავლური ეკლესიების ტრადიცია. როგორი არის ეს ტრადიცია და როგორ ტრანსფორმირდა ეს სხვა ქვეყნებში ამ გაგებით, სადაც მართლმადიდებლები უმრავლესობაში არიან. არ არიან უმრავლესობაში, მაგრამ თავიანთი იდენტობა შეინარჩუნეს იგივე კონსტანტინოპოლის ეკლესიაში. პირველ რიგში ალბათ უნდა გავარჩიოთ დასავლური და აღმოსავლური ტრადიციების შორის განსხვავება. ხო, აქაც მიზეზი, რატომ არის ასე განსხვავებული, არის ძალიან კონკრეტულად ისტორიული და კონკრეტ სოციალური განსხვავებები, რაც იყო ამ ორ საზოგადოებას შორის. დასავლეთის მდგომარეობა რაში იყო? ხო, იყო ერთი მხრივ რომის ეპისკოპოსი, რომელიც რეზიდენციაც იყო რომში, ხოლო საერო ხელისუფლების რეზიდენცია იყო ბევრად უფრო შორს, ხო? ჩრდილოეთში აახენი იქნებოდა თუ ასე საღვთო რომის იმპერია რაც იყო. ხო, ამიტომ ამ ორ ძალაუფლების ცენტრს შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა დაპირისპირება, ხო? განსაკუთრებით მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეებში და შესაბამისად საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ის, რასაც დღეს ვეძახით, ვთქვათ, ეკლესიის და საერო და სასულიერო ხელისუფლებების გამიჯვნას, იმიტომ რომ დიდი კონფლიქტი იყო. ეს კონფლიქტი იყო ეთნიკური, ლინგვისტური, ძალაუფლების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბოლო-ბოლო დისტანცია იყო, ხელდასხმის დავა იყო ასეთი ცნობილი ამ პერიოდში. აღმოსავლეთში ეს არ ხდებოდა, ხო? აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლში პატრიარქი იქნება კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ან ეკუმენური მსოფლიო ეპისკოპოსი, იმავე ქალაქში იყო რაც იმპერატორი, მათ შორის პოლიტიკური, ისე ვთქვათ, განსხვავებები მინიმალური იყო და ყოველთვის იყო მცდელობა იმისა, რომ პატრიარქი ყოფილიყო ხელისუფლების ლოიალური ფიგურა. ანუ ეს სიმფონიას ასაც ეძახიან, როგორც ერთგვარ ღირსებას, ვთქვათ, ბიზანტიური ტრადიციის ღირსებას საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის, რაც ჩემი აზრით ღირსება საერთოდ არ არის გამოწვეული ზუსტად აი ამ სურვილით, რომ იყოს რაღაც მონოლითური პოლიტიკა გატარებული და ამ პოლიტიკაში უწყობდეს ხელს სასულიერო ხელისუფლება. ეხლა რა ხდება კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ხო? ისეთ ქვეყნებში, სადაც ისეთ საზოგადოებებში, სადაც ვთქვათ, დომინანტური ხელისუფლება არ არის ქრისტიანი საერთოდ, ხო? როგორც შემდეგ გახდა თუნდაც კონსტანტინოპოლი, როგორც იყო ეგვიპტე, იქა ხო? სირია, ანტიოქია, იმაში ის სპარსეთი და ასე შემდეგ. იქ მონაცვლეობა მოხდა სირიაში, ხა სინამდვილეში მან დაარჩა ანტიოქიის პატრიარქი, მაგრამ ნუ მუსლიმური ქვეყნიდან მუსლიმურ ქვეყანაში გადავიდა ეს გამო. იქაც კი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, იქაც კი აი ეს სიმფონია საერო არა ქრისტიანულ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არის. ანუ ძალიან რთული იყო, აი ფაქტობრივად გამონაკლის შემთხვევები უფრო იყო, რომ მართლა დამოუკიდებლობა ქონოდათ ამ ეკლესიებს ვიდრე წესი. იმდენად დიდი იყო ხელისუფლებათა შორის, საერო სასულიერო ხელისუფლებათა შორის თანამშრომლობა. ხა ერთი ცდელობა რა იყო ამისა, რომ რაღაც ეკლესიებში, მაგალითად კოპტურში განსაკუთრებით, აი ესეთ უფრო მისტიკურობისკენ მიდრეკილ ეკლესიებში და შემდეგ კიდე რუსულშიც, სხვათა შორის იყო ჩადებული ერთგვარი 엘ემენტები პატრიარქის არჩევის პროცესში, რომ რაღაც ნომინალურად, სიმბოლურად სულიწმინდა სადღაც ყოფილიყო, ხო? ეხლა ჩვენ ხო იგულისხმება, რომ სულიწმინდა მონაწილეობს ამ პროცესში. ამიტომ აი
როცა როგორც წესი იყო ისე როცა დიდი არჩევნები ჩატარდებოდა სამი კანდიდატი იყო ხოლმე გამოვლენილი და მე ამ სამი კანდიდატიდან არჩევას უკვე სულიწმინდას მიანდობდნენ და ხდებოდა ლატარიით როგორც წესი პატარა ბიჭი ან პატარა ბავშვი პატარა ამოიღებდა ხოლმე ასე შემდეგ ხო რომ აი ეს სულიწმინდის როლი დატოვებული ყოფილიყო ამაში ხა კი ასე იყო თუმცა იმდენი შემთხვევა ვიცით როცა ხელის გადაგრეხვა ხდებოდა განსაკუთრებით რუსეთში ამ პროცესში ჩარევაც კი რომ ეს პროცესის ნომინალური იყო სხვა შორის კიდევ ერთი განსხვავება რაზეც ამ ბოლო დღეებში ფიქრობდი იყო რომ ძალიან საინტერესო არის რამდენად დიდია ჩართულობა საერო პირების მოსახლეობის ამ არჩევნებში და ყველაზე მეტად როლი საერო ადამიანების იყო სომხურ ეკლესიაში სხვადასხვა. აი ეს სახალხოობის განცდა რომ ბოლო არჩევნებიც ასე იყო სხვადასხვა სომხეთში პატრიარქის რომ ბევრად უფრო ფართოა წარმომადგენლობითობა ამაში მონაწილეობენ საერო პირებიც არა მარტო ეპისკოპოსები და ასე შემდეგ. და შესაბამისად როლიც პატრიარქის ასეთ საზოგადოებებში ბევრად უფრო პოლიტიკურიც ხდება. ამიტომ არის რომ მაგალითად ახლა ფაშინიანს შეუძლია ელაპარაკოს იმაზე რომ გადასაყენებელია პატრიარქი, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ეს არჩევნები ისეთივე საერო არჩევნები იყო როგორც ჩვეულებრივი არჩევნები. ეს ალბათ მათი ისტორიული გამოცდილებიდანაც გამომდინარეობს, რომ ეკლესია იყო როგორც სამშობლო, ხო? ეკლესია როგორც სამშობლო ყველაზე მეტად ალბათ სწორედ სომხებისთვის ყველაზე დიდხანს და ყველაზე მეტად ასოცირდებოდა სახელმწიფოებრივებასთან სწორედ ეკლესია. საქართველოში ასე არ იყო. ამიტომ შეიძლება დაიწყეს საუბარი რომ 95 წელს მიღებული იმდენად იცვლება, იმდენად არ გვაქვს ამისი ტრადიცია, არჩევნების ტრადიცია, არ ვიცით როგორ ტარდებოდა, რომ ad hoc ხდება ამისი მოგონება, კონიუნქტურასთან მორგება, მაგალითად ჩამატება იმისა, რომ უნდა იყოს სასულიერო განათლება უნდა კონდეს. მე არ ვიცი სხვა ეკლესიებში როგორ არის, ცოტა იჭმეპარება რომ ყველგან იყოს ეს მოთხოვნა, აი კასაკობრივი ცენზი. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ახლაც გადაწერენ ამას და სულ შეიძლება. მე საერთოდ ამ კრებას მაშინ ბევრი ადამიანი ესწრებოდა, რომელიც დღეს საერთმინდა სინოდში ან ცოცხალია და ხო შეიძლება გარემოებები მაინც გაიხსენონ, რატო და რისთვის გადაწყვეტეს ეს ყველაფერი 95 წელს და ეჭვმაქ რომ მაშინაც მორგებული იყო რაღაცა კონკრეტული ადამიანებს, ვინც მაშინ წმინდა სინოდში. ასე იქნება მერეც და ეს ჩვენ რასაც ვეძახით ტრადიცია სინამდვილეში არის რეტროსპექტიული გამართლება აწყოსი მეტი ამაში ბევრი არაფერი არ არის რატაც უნდა ცინიკო ხო ამის გარჩევა სხვა შორის ალბათ უნდა ვისწავლოთ რაღაც დროს და ამას დისკუსიაც უნდა დაიწყოს ამ კუთხით კი უნდა დაიწყოს როგორ ხედავ თავისთავად აი ჩვენ როცა საუბრობთ ეკლესიის როლზე ადგილზე ახლა ამის რაღაცნაირად ხელახლა დაბადება ან გამოგონება მოხდა ბოლო 30 წელიწადში და ეს ყველაფერი განაპირობა პატრიარქის ფიგურა მისმა ავტორიტეტმა რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით აი ძალიან ავტორიტეტული ფიგურის შემდგომ შესაძლებელია რომ ეს რაღაცნაირად ჩაიღვაროს ინსტიტუტში რა სჭირდება ხოლმე ამას და გვაქვს თუ არა რაიმეს გავსი გამოცდილება არა თუ გამოცდილება მაგრამ აი რაღაც ესე ტრანსფორმაციულ ეპოქებს რა ახასიათებს ხოლმე ძალიან ტიპიურია ეგეც ანუ ყველა ტრანსფორმაცია ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია როცა რაღაცა დიდი ფიგურა გარდაიცვლება და ის უნდა ჩაანაცვლო როგორც ესე ერთგვაროვანი გაგრძელება აქვს ამას ხოლმე ერთი ვარიანტი არის რომ მისი მემკვიდრე უშვებს შეცდომას და ცდილობს რომ მისი ფეხსაცმელები შეავსოს არის ქართულად როგორ არის გამოსვლა მის ადგილში მის სივრცეში ავსოს ის იკავებს რაც შეუძლებელია და რაც გამოიწვევს რომ პაროდირებასაც გამოიწვევს იმედგაცრუებას და მეორე არის რომ დააბალანსოს და რასაც ჩემი აზრით აკეთებს ახლანდელი სავარაუდოდ მის პატრიარქი გახდება არის ეს დააბალანსოს ძალაუფლების გამოსხივებით ანუ აი ეს ქარიზმა რომელიც ქონდა წინა პატრიარქს ჩაანაცვლოს ესეთი ხაზგასმული ძალაუფლებით მე ამიტომ სრულიად არწმუნებული ვარ რომ ეს რაც ბევრს თქვა აღიზიანებს ეს დემონსტრირება დემონსტრაციული ძვირფასი მანქანებით გადაადგილება ესე იგი სიონის შესასვლელთან დაპარკინგება იქნება თუ ასე შემდეგ ეს ხაზგასმით და სპეციალურად კეთდება რომ გამოსხივებული იყოს ძალაუფლება სიმფონია ხელისუფლებასთან და იმიტომ რომ ამ კანდიდატმა ძალიან კარგად იცის რომ არჩევნებს იგებს ძალაუფლება და არა აი ეს პიეტეტი იქნება თუ რაღაც ესეთი
ღვთისმოსაობა, რომელიც სხვა თუმცა ღვთისმოსაობა ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმიჯი, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ის, რომ კათოლიკოს ილიას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი და ხალხს ის უყვარდა ძალიან და უყვარს დღემდე, განაპირობა მათ შორის მისმა ფიგურამაც, მისმა ხელმისაწვდომობამ, მისმა ბევრი კითხვის მისმა ღიმილმა, მისმა ადამიანურობამ, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, როცა ის ძალიან ხელმისაწვდომი იყო მრევლისათვის და განსაკუთრებით მე ყველას ეს მოდარის უკვე ასაკშია და რაღაცნაირად ეს აღარ შეუძლია და ახლა როცა ვხედავთ აი მიტროპოლიტ შიოს ხო და ამით სხვა შორის ვერც სხვები ვერ დაიქვეხნიან მაინც და მაინც ამ ხელმისაწვდომობით. ხო, თუმცა თუ გახსოვს აი ეს საპირისპირო შიოს საპირისპირო თვინსა დაყენებული მეუფე ესაია, რომელსაც ახსენებენ ხშირად, აი ზუსტ ამ თვალსაზრისით ზუსტ ანტიპოდად მიიჩნევა და სხვა შორის ეს ტროპიც აი ამ ორი ძალაუფლების ამ ორი წყაროს, ერთი არის ეს სუფთა ძალაუფლება და მეორე ღვთისმოსაობის დაპირისპირება ძალიან ხშირად ხდებოდა ასე დაპირისპირება შუა საუკუნეებშიც. და შუა საუკუნეებში თავიდანვე ბოლო რუსეთის პატრიარქის არჩევნები ზუსტად ძალიან მსგავსია. ფაქტობრივად იდენტურია ახლა რაც ხდება 2009 წლის რუსეთის კირილის ალექსი რიდიგერიც გარდაიცვალა საერთოდ. იქაც იგივე იყო, რომ იყო ერთი მხრივ კირილი, რომელიც ძალიან შეზრდილი იყო არა მარტო ხელისუფლებასთან, არამედ ხელისუფლების ეს ვთქვათ საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან, ეს რუსკი მირის ადვოკატირება და ასე შემდეგ და მეორე მხრივ მისი რადიკალური ანტიპოდი იყო ესეთი ბევრად უფრო სულიერ თავისთავად როგორ ვთქვა ინტროსპექტიული სულიერი მონასტრული ტრადიციის მისი საპირისპირო. ეხლა მე არ ვამბობ აქ ასეთი ოპოზიცია არ არის, მაგრამ რაღაც ლოგიკით ამიტომ ესეც ნაცნობი დინამიკა არის. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ შესაძლებელია ზოგადად ისე რომ აი ეს ტრანსფორმაცია მათ შორის აი მოხდეს ელი რომ შეიძლება ის ავტორიტეტი კვლავ დაგროვდეს, როგორ ფიქრობ? აი როგორც ისტორიკოსი მათ შორის რამდენად შესაძლებელი არის ამ გარემოებში, ამ ისტორიულ გარემოებებში, რა ისტორიულ გარემოებში დაგროვდა პატრიარქის ავტორიტეტი გასაგებია ილია მეორის. ახლა თუ არის იგივე შესაძლებელი. ერთი წინ ამას რო გავიგე მაგას გიბა. ილია მეორის ავტორიტეტი შენ როგორც დაახასიათე, ეს ხალხური ნაწილი, ღიმილი, იუმორი, ასე შემდეგ. ზუსტად ასევე ხასიათდებოდა თუ გახსოვს ედუარდ შევარდნაძე და მისი რითი ასხივებდა ის ძალაუფლებას. ამ თვალსაზრისით ეს გვიან საბჭოთა ძალაუფლების სიმბოლოები ნიშნები ძალიან საერთო იყო ამ თვალსაზრისით. ამიტომ ეს მოქმედებდა მაშინ. ეხლა რაც შეეხება მომავალს კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, საგარეო პოლიტიკა ყველაფერზეა დამოკიდებული. მე ერთი რაც დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ პატრიარქი ძალიან ადვილად უპასუხებს ეს თქვა ძალიან მიყურადებული იქნება ზოგად კონიუნქტურისადმი საერთაშორისო და ასე შემდეგ და არ მინდა ესე ჟღერდეს ყველაფერზე ეს პასუხი იყოს, მაგრამ საფუძველ ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია რა ელის რუს რა თუმცა მისი მსოფლახმა მიტროპოლიტ შიოს შემთხვევაზე თუ ლაპარაკობთ ძალიან ისეთია გამოჭედილი არის რუსულ სწორხაზოვან თეოლოგიურ სტრუქტურაში. მიტროპოლიტ იობი ნაციონალური პროდუქტია უფრო მეტად. ეროვნულ სამამულო პროდუქტია. მიტროპოლიტ გრიგოლი კიდე სხვა შემთხვევა, მიტროპოლიტ გრიგოლი სამოქალაქო ცხოვრებიდან მომავალი შემთხვევა არის, ხო და ეს სოციალიზმის კანდიდატები ძალიან განსხვავდებიან მათ შორის ამ კუთხიდან. ერთი რამე რაც თუ რამე არის მუდმივი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის დაპირისპირება თბილისის ელიტურ უბნებს შორისა და პერიფერიებს შორის და რამაც გამოიწვია რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია 90-იანების დასაწყისში, ახლაც იგივე ხარ. ყველამ ვიცით რომ მეუფე შიო არის თბილისური ელიტების საყვარელი კანდიდატი და ახლაც არჩევნებს ისევე როგორც თავის დროზე ოშტყოში იგებს ეს. აი ვიცი ის ჩვენება მინდა რომ ეს ამბავიც კი არ არის რაღაც უნიკალურად ქართული. ანუ შენ რო წახვიდე მე-12 საუკუნის კონსტანტინოპოლში. როცა ირჩევდნენ რომელიმე პატრიარქს, იმდენად ხშირი იყო რა სახელმწიფოს აზრი არის საიმპერიო კანდიდატი, რომელიც რაღაც მანგანის აკადემიის კურსდამთავრების იმპერიის საყვარელი ფიგურა არის, ნათესავით სავარაუდოდ იმპერატორის, არის მეორე კანდიდატი, რომელიც პერიფერიული მონასტრებიდან არის და როგორც წესი კიდევ არსებობენ ესეთი სახალხო კანდიდატი. ეს სახალხო კანდიდატი იყო და პირდაპირი როგორ რაღაცა იყო, ესეთი პირდაპირი გამოვლენა იყო იმ ძველი სახალხო დემოკრატიისა, რომ პირდაპირ შევარდებოდნენ მაგალითად სტადიონზე ან სადღაც ხალხი
მოქალაქეები შეიყვანდნენ ამ პატრიარქს, როგორც თავის დროზე იმპერატორებს და აი ამ ხალხსაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა. ამიტომ ეს ფრაქციების, რაღაც ტრადიციული ფრაქციების გაწევ-გამოწევა და ბრძოლა ძალიან ძველი არის ერთი მხრივ. ყოველთვის აქვს ნაციონალური ელფერი, როგორც შენ თქვი, ხო? მეუფე იობი არის ძალიან გავლენიანი ეპარქიის შემქმნელი და ეს ეპარქია ამ ეპარქიას აქვს დიდი ქსელი. ეს ქსელი არის ბევრნაირად შეიძლება დაუხასიათოთ ეს ქსელი, რომელსაც ცხადია აქვს თავისი გავლენა ამ პროცესებზე. სხვა ქსელია შიოსი და ასე შემდეგ. ხო, ქსელია სამივე სინამდვილეში, უბრალოდ სხვადასხვა სტრუქტურისგან შედგება.